კანდას ოუენსმა და ენდრიუ ვილსონმა გუშინ გამართეს დებატი, რომელსაც მოდერაციას უწევდა პატრიკ ბეთ-დევიდი, რათა დაედგინათ ქონდა თუ არა კანდას რაიმე საფუძველი თავისი გიჟური შეთქმულების თეორიებიდან ჩარლი კუკის შესახებ. და როცა ვამბობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღონისძიება იყო, რაც კი ოდესმე მომიწია გაშუქება. და ინტერნეტის სავსე აკითხვით, ვინ მოიგო ეს დებატი? მე მართლა ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ხალხი ისევ ასეთი სულელი იყოს, რომ კანდასის მახეში ებმება. ანუ მე ძულს იმის თქვა, რომ ნიკ ფუენტას ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ასეა. ის დებატი პრაქტიკულად საყურებლად შეუძლებელი იყო. რაც მართლა თვალშისაცემია, არის ის, რომ ჩარლი კირკი თავისი საკუთარი მკვლელობის უსასრულო სერიალში უკანა პლანზე დარჩა. ეხლა ამბავი ტრიალებს გაცოფებული ნარცისის, კანდას ოუენსის და მის მიერ გამოწვეული მარსობრივი ფსიქოზის გარშემო. და ის აბსოლუტურად მართალია, რადგან რაც მე ამ ყველაფერში ყველაზე გასაოცარი მგონია, არის ის, რომ მათ ეს გრძელი დებატი ჩაატარეს. რბილად რო ვთქვათ, ეს ძალიან მტკივნეული იყო. ფაქტი, რომ მილიონობით ადამიანმა რეალურად მოусმინა ამას, უბრალოდ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რამდენი დაბალი ინტელექტის ადამიანი არსებობს. და უბრალოდ მინდა ვთქვა, მე ვფიქრობ, რომ ენდრიუ ვილსონი საშინელი ადამიანია, როგორც კენდესი. ვფიქრობ, რომ ორივე ისეთი ხალხია, ვისაც საერთოდ არ უნდა უსმენდეთ, მაგრამ ენდრიუ ვილსონი ძალიან ძლიერი დებატერია. და ის მოვიდა ერთი მიზნით და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დაემტკიცებინა კენდეს საერთოდ არ აქვს თავისი ისტორიის დამადასტურებელი ფაქტები, რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ეხლა ამ დებატის კონტექსტისთვის ხვირები დასჭირდათ ორგანიზებას, ხვირები დასჭირდათ იმის გადასაწყვეტად, ვინ იქნებოდა დებატებში და ვინ იქნებოდა მოდერატორი. იქნებოდა ეს ჯო როგანი, ტიმ პული და ასე შემდეგ. მაიკლ ნოულს შესთავაზეს და მან უარი თქვა. და $100,000 იყო სასწორზე, რაც ნიშნავს, რომ თითოეულმა მათგანმა ძალიან ბევრი ფული მიიღო. ენდრიუ ვილსონმა კი სპეციალურად ამ ყველაფრისთვის თანხების შეგროვება დაიწყო. ასე რომ მათ $100,000 გამოიმუშავეს, პლუს ყველა რეკლამა და შემოსავალი, რომელიც ამ აბსურდული ღონისძიების მაყურებლებისგან შემოვა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს კეთილსინდისიერად არ კეთდება. მაგრამ რაც ჩემთვის სრულიად დაუჯერებელი იყო, ის მომენტი იყო, როცა ინტერნეტმა გადაწყვიტა, რომ ახლა ვიცით, ენდრიუ ვილსონმა ეს დებატი წააგო. და ეს უბრალოდ აჩვენებს, რამდენად უუნარონი არიან ადამიანები დამოუკიდებლად აზროვნებაში. კარგი, ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, ეს მომენტები ინტერნეტში ყველგანაა, შეუძლებელია ყურება, სრულიად გულისამრევია. და მინდა შეგახსენოთ ამ ყველაფრის კონტექსტი ჩემი პერსპექტივიდან. როგორც ოსმან გოლდი აქწერს, კენდას ოუენსი დებილია და ვინც მას სერიოზულად ირებს, ისიც დებილია. მისი როლი კოლექტიური ყურადღების გადატანაში ტერორისტი მემარცხენეების ეგზისტენციალური საფრთხიდან არ უნდა დაგვავიწყეს. მამნე და დამანგრეველი ძალაა, რომელიც უარესია ვიდრე უსარგებლო. რატომ ვიწყებთ ამით? იმიტომ რომ აქ ხალხს როგორც ჩანს სრულიად დაავიწყდა რა იყო ამ დებატის აზრი. ენდრიუ ვილსონი მოდიოდა მხოლოდ ერთი მიზეზით, ეცადა დაემტკიცებინა, რომ კენდას ოუენს არგუმენტი არ აქვს და როგორც ოსტატი დებატების მონაწილე, რადგან ის ძალიან კარგია. ეს იყო ერთადერთი, რისთვისაც ის იქ იყო. ხედავთ, მას ჩარლი კირკის პროცესები ასე ძალიან არ აინტერესებს. მას ამ საქმეში დიდი ინტერესი არ აქვს. ის არ არის დაინტერესებული იმ ნიუანსებით, რაც რეალურად მოხდა ან არ მოხდა, რაზეც კენდას ოუენსი მთელი დებატის განმავლობაში ცდილობდა მის მიყვანას. რა მოხდა აქ? და ისინი ამას იყენებენ როგორც აჰა მომენტს. და ეს კიდევ ერთხელ დახსენებს, რამდენად სულელები არიან ადამიანები ინტერნეტში. მაგრამ ჩანს რომ უაპირებ ჩაერთო და ამბობ, რომ მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს, რომ ტაილერ რობინსონი დამნაშავეა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ უნდა შეგიძლია მითხრა. ერთი ბრალდება. მოდი გავაკეთოთ საფასუხო ნაბიჯი. შეგიძლია მართლა. ხო? არა, ეს კარგი ჩამჭერი მცდელობა. კითხე, ჩარტი ჩანაწერი. კონტექსტიდან ამოღებული, ჩამსვი, უხერხულ მდგომარეობაში. ასე რომ თქვა უბრალოდ უპასუხეთ. შეგიძლიათ რადგან თქვენ ადევნებთ თვალს. კი, დაასახელე. სიხარულით გავაკეთებ ამას, მაგრამ შეგიძლია ერთი დაასახელო. მგონია, რომ მას მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. კარგი, შესანიშნავია. 7-ვე დაასახელე. ის არც კი ეს დაახლოებით ასეა. 7-ვე დაასახელე. შეგიძლია დაასახელო ყველა 7? მაშინ დაასახელე. არ არის საჭირო რომ შენი დაითვალე ისინი, გააგრძელე. არ არის საჭირო თითები დაარო. კარგი, მოიცადე დაასახელე ისინი. კარგი. კარგი, რატო არის ეს დიდი მომენტი? იმიტომ რომ აშკარად სულ მალე კენდას ოუენს შეუძლია დაასახელოს ისინი. კარგი, ვუყუროთ. პირველი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, რადგან სწორედ ეს ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას შტატში. არა, ასე არ არის. ეს პირდაპირ მკვლელობა არ არის. კარგი. და უბრალოდ ხალხისთვის, არა. არ ვარ ვალდებული ეს დროის შეზღუდვაში გავაკეთო, არაფერი ხდება. და უბრალოდ რომ ავხსნათ ხალხს განსხვავება, რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი და აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი, იმიტომ რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა ძალიან ვიწრო მნიშვნელობით არის განსაზღვრული და რადგან მას სიკვდილით დასჯა მოხდება. მოდით ცოტა დავყოთ ეს ყველაფერი, რადგან ეს არის მთავარი მომენტი. ენდრიუ ვილსონს არც კი იცის რაში ადანაშაულებენ ტაილერ რობინსონს. როგორ შეიძლება რომ ის კამათობდეს კენდისთან? გეტყვით რატო? იმიტომ რომ ენდრიუ ვილსონმა არასდროს უთქვამს, რომ ამ დებატის მიზანია დაამტკიცოს ტაილერ რობინსონმა მოკლა თუ არა ჩარლი კუკი. ის მოვიდა რომ დაემტკიცებინა
კენდის არგუმენტებისთვის არანაირი საფუძველი არ აქვს. მაგრამ კენდისი манипуლატორი ძუკნაა, რაც ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მან ზუსტად იცის რა ხდება, რადგან ასე ახერხებს თქვენი დაბნევას. თუ დაბალი ინტელექტის ადამიანი ხართ და გგონიათ, რომ კენდისი მართალია, რადგან მან ზუსტად იცის ყველა დეტალი, ფერები, დრო და დროის ნიშნულები, ის აბნევს თქვენ, ვინც ნაკლებად იცით ამაზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, კენდის ოვენსი ყველა დეტალი იცის. და სინამდვილეში მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ის მომენტია, რომელიც აჩვენებს, რომ ენდრიუ ვილსონი დებატის გამარჯვებულია. რადგან აქ ის მზადაა თქვა, მე ნამდვილად არ ვიცი საქმის დეტალები, რადგან საქმე ჯერ არ წასულა წინ. ჩვენ რეალურად არ გვაქვს ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ შენ ასე თავდაჯერებულად აცხადებ, თითქოს ყველაფერი იცი, რაც ხდება, ეს არის პრობლემა. ის ფაქტი, რომ ასე მარტივად შეგიძლია ადამიანების манипуლირება ფაქტებითა და ინფორმაციით, აჩვენო, რომ დეტალები და ნიუანსები იცი და ყურადღება გადაიტანო ისე, თითქოს საქმე ეხება იმას, რა ბრალდებებია ტაილერ რობინსონის წინააღმდეგ და რომლები არა. ეს საერთოდ არისო ის, რაზეც ენდრიუ ვილსონი თავიდანვე აპირებდა დებატს. ის იქ იყო იმის დასამტკიცებლად, რომ კენდისის ყველა ბრალდებასა და თეორიას არანაირი საფუძველი არ აქვს, არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი სანდოობა. ეს ყველაფერი უბრალოდ თეორიებია. ისრაელიდან დაწყებული, საფრანგეთით გაგრძელებული და ასე შემდეგ. და მან ეს აბსოლუტურად ოსტატურად გააკეთა. მაგრამ ის, რაც კენდისმა კიდევ ერთხელ შეძლო, არის ის, რომ ამ მომენტის თავის სასარგებლოდ გამოყენება, როცა ენდრიუ ამბობს იმის დასამტკიცებლად, რომ მათყო არ ახარ, მე არ მჭირდება საქმის შესახებ რაიმე სცოდნა, რადგან ეს საერთოდ საქმეზე არ ყოფილა. ეს იყო იმის შესახებ, რომ შენ ამ მოვლენაზე ხარ აკვიატებული და ამ ყველაფერს კენდისზე ამახვილებ, კენდისზე. და სინამდვილეში ამას არაფერი აქვს საერთო ჩარლის ღირსების დაცვასთან და ვოლფთან ბრძოლასთან, იმისთვის, რისიც ჩარლის ჯეროდა. და სწორედ ეს არის ამ ყველაფრის პრობლემა. და მან ამას ბოლომდე არ გადაუხვია. მან მთელი დებატის განმავლობაში ამ ხაზს მიხვა. მისი პოზიცია იყო, რომ კვლევა არ სჭირდებოდა. და კიდევ ერთხელ შეიძლება ეს სულელური ნაბიჯი იყო, მაგრამ მე აქ არ ვარ, რომ ტაილერ რობინსონის საქმე დავა. მე აქ ვარ, რომ შენთან ვიკამათო და დაგიმტკიცო, რომ არ გაქვს არანაირი მტკიცებულება იმისთვის, რასაც ცდილობ ჩვენთვის წარმოადგინო. და ეს არის მთელი პრობლემა კენდისთან, რადგან თავიდანვე ისე ჩანს, თითქოს მას აქვს მტკიცებულებები. ის ფაქტი, რომ მას ასე ბევრი რამე იცის, რომ შეუძლიათ აასახელოს 7 სხვადასხვა ბრალდება, ეს და ის და დროები, აი ეს აჯერებს ხალხს, რომ ღმერთო რაღაცას მიაგნო, მაგრამ სინამდვილეში არც ერთს არ აქვს რეალური საფუძველი. და ენდრიუს არ შეიძლება იცოდეს ეს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ კენდის არც ერთი არ აქვს. ეს არის სწორედ ის აჰა მომენტი. ხო ასეა, ეს არის ის მომენტი, რომელიც მთელ დებატებში ყველას დაამახსოვრდება. სხვათა შორის ეს არის UN Unfuck America Tour. და თუ არ იცით, ეს დემოკრატების პასუხია Turning Point USA-ზე. ისინი მიდიან Turning Point USA-ს ღონისძიებებზე, კარგი. იმისთვის რომ გაანადგურონ ყველა ვინც დებატებზე მოდის, ხმაურობენ, აპროტესტებენ, ქმნიან ქაოსს. ისინი საშინელი ადამიანების ჯგუფია, რომლებიც აშკარად დემოკრატები არიან და ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი, რასაც Turning Point USA წარმოადგენს. ასე რომ წარმოუდგენლად ირონიულია, რომ ერთადერთი ვიდეო, რომელსაც ამ თემაზე ვპოულობ ყველაზე მეტი ნახვით, 2.7 მილიონი მოდის UN Unfuck America Tour-დან. დემოკრატების ჯგუფი Turning Point USA-ს წინააღმდეგ, ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ჩარლი კირკი წარმოადგენდა. ეს არის მომენტი, რომლითაც ისინი მთელ დებატებში დაამახსოვრდებათ. ენდრიუ ვილსონი დაასახელეს, რომ ერთი ბრალდება დაესახელებინა ტაილერ რობინსონის წინააღმდეგ და ვერ შეძლო. ენდრიუ დაბნეულობაში ჩავარდა, როცა კენდას ოვენსმა ყველა 7 ბრალდება ზეპირად ჩამოთვალა. შემდეგ ენდრიუ ადანაშაულებს კენდას, თითქოს მან პასუხები ფარულად მიიღო ტექსტური შეტყობინებით, თუმცა PPD-ს მოდერატორმა დაადასტურა, რომ მას არ მიუღია არანაირი შეტყობინება. კარგი, ამ დიალოგში ენდრიუ სრულიად დაჩვდილეს. ეს არის ვიდეო, რომელიც დიდხანს არ დაავიწყდება. და მე სრულიად არ ვეთანხმები, რადგან ვინც დებატების ხელოვნებაშია, იცის, რომ თუ ნარცისთან გიწევს დებატში მონაწილეობა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვე ან თითქმის ერთი წელია ამითაა დაკავებული, ამ ეტაპს შეაგროვა უამრავი დეტალი, რომ აუდიტორია დააბნიოს და მათი ყურადღება შეინარჩუნოს. ვინც ამას უყურებს, იცის, რომ ეს იქნება მისი მთავარი ხრიკი. მთავარი ისაა, რომ მას მოსთხოვო რეალური შინაარსი. და როცა საქმე არსზე მიდგება, ცხადია, კენდის ოვენს არაფრის მოცემა არ შეუძლია. მინდა პირდაპირ კითხო. მართლა გჯერა რომ ვინმე TPUSA-დან ან ერიკა კირკი ან ერიკა მართლაც მონაწილეობდა, წინასწარ იცოდა, ან ხელი შეუწყო ჩარლი კირკის მკვლელობას. არ ვაპირებ თავი იურიდიულ პრობლემაში გავიყვანო. ყველაფერი რაც მithქვამს ჩემს. კასტი მგონი, მე Hey. თუ იქ ხარ და ამბობ რომ ყველაფერი ნათელია, ერიკა, ან TPO, USM გააკეთა ეს, გამოიცანი რა? თუ მე კანდეისი ამას არ იტყვის. მე ყველას შევხვდებოდი. ან არ იცის, ამ შიშარა და შენ უკეთესი დამცველი გჭირდება.
ასე რომ ყველა იმ ადამიანს ვისაც YouTube-ი. არხები და ასე რომ მან შექმნა მთელი ეს სერია სახელად ჩარლის პატარძალი ხოსეა, რომელიც ერიკა კუკს უტევს და ამტკიცებს, რომ ის ცუდი ადამიანია. როცა მასა აქ დებატებში ეკითხებიან, ის ამბობს: ვერ ჩავიყენებ თავს იურიდიულ პრობლემაში, არაფერს ვიტყვი ამაზე. და სწორედ ამას ცდილობდა ენდრიუ ვილსონი მთელი ეს დრო დაემტკიცებინა. ფაქტი, რომ ინტერნეტმა უყურა ამ დებატს, რაც პირდაპირ ფრჩხილების მხაჭნას გავდა, როგორც უკვე ვთქვი, ენდრიუ საერთოდ არ მომწონს. კენდასიც არ მომწონს. ვფიქრობ, ორივე საშინელია. მაგრამ თავარი ისაა, რომ მან ვერ დაადასტურა მის წინააღმდეგ არც ერთი ბრალდება, ხომ ასეა? ეს სიგიჟეა, სიგიჟე. ანუ მოусმინეთ ამას. კენდას ოუენსი 13,947 სიტყვა. ენდრიუ ვილსონი 5,000 სიტყვა. კენდას ოუენსი საუბრობდა დაახლოებით 1 საათი და 45 წუთი. ენდრიუ ვილსონი კი დაახლოებით 59 წუთი. იცავს თავის ბრალდებას. ენდრიუ ვილსონი, კენდას ოუენსი არანაირი მტკიცებულება ბრალდებების დასაცავად უკან იხევს ბრალდებებს და იყენებს მეხუთე შესწორებას, ამბობს, რომ ვერ უპასუხებს რაღაცებს და ხალხი მაინც განებრძობს დებატებს. ჩემი მეორე კითხვა Steakhouse-ის ქვითარზეა. თქვენ ხო თქვით, რომ ყველა კითხვა დაასრულეთ? ხო. ხო, ამის გაქვს გაკეთება Steakhouse-ის ამჭირდება. ქვითარი? ჩემი კითხვა. რამდენჯერმე ვთქვი, რომ არასდროს მithkoms, რომ Steakhouse-ის ქვითარი მაქვს. ვთქვი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ისტორიაზე მუშაობს, მოგვიანებით წარმოადგენს ქვითარს. და სწორედ ამაზე ვპასუხობდი. შემდეგ მან გამოაქვეყნა ქვითარი. მან გარკვეული დეტალები დაფარა. და ვთქვი, დაელოდეთ გაგრძელებას. ის მუშაობს ამ ისტორიაზე. კარგი. მე არასოდეს. დავადასტურე, რომ რობინსონი იმ Steakhouse-ში იყო. აი ხედავ, ისევ იგივეა. ენდრიუ ვილსონი უბრალოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ მის არგუმენტებს საფუძველი არ აქვს. ეს იყო მისი დებატებში წასვლის მთავარი მიზანი. მისი მიზანი არ იყო მისი გამოჭერა და იმის დამტკიცება. იყო თუ არა იქ ტაილერ რობინსონი, რაც მთავარი შეცდომაა, რასაც ხალხი უშვებს ამ ყურებისას. ასე ახერხებს კენდისი, რომ ადამიანები ამაში ჩაითრიოს. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან კენდისი ესეთი თავდაჯერებულია და ასეთი მცოდნე ჩანს, აუცილებლად მართალია. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მას უბრალოდ არასდროს შეუძლია თავისი ნათქვამი რაიმე კონკრეტული არგუმენტით დაადასტუროს. და აქაც სწორედ ამას აკეთებდა ის. მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, ის ერთი მომენტი, როცა კენდისი თითქოს გამოიჯერს მას, ინტერნეტში ბევრს გონია, რომ ეს მტკიცებულებაა. არა, სინამდვილეში ეს იმის მტკიცებულებაა, თუ რამდენად თავდაჯერებულია ენდრიუ ვილსონი იმაში, რომ კენდისი მატყუ არაა, რადგან ის არასდროს მივიდოდა დებატზე ტაილერ რობინსონთან დაკავშირებით და არ ეცოდინებოდა ეს საკითხები. მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა გაეკვირია და დამახსოვრებოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ამისთვის დროის დახარჯვაც კი არ ღირდა, რადგან ეს არ იყო კითხვა თავადმკვლელობის შესახებ, ეს იყო კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა კენდის რაიმე სახის ავტორიტეტი იმ საქმეში, რასაც აკეთებს. და შეგახსენებთ, რას ამბობდა ნიკ ფუენტესი, რაც ნამდვილად თვალშისაცემი არის ის, თუ როგორ გადაიქცა ჩარლი კირკი ფონის პერსონაჟად უსასრულო სერიალში, რომელიც მისივე მკვლელობის შესახებ მიმდინარეობს. ეხლა ამბავი ტრიალებს მძვინვარე ნარცის კენდის, ოუენსის და მასობრივი ფსიქოზის გარშემო, რომელიც მან გამოიწვია. ეს ყოველთვის კენდის ეხება და ამას არაფერი აქვს საერთო მკვლელობასთან. როგორც ამ საუბრის დასაწყისში ვქვი, მე მესაუბრა მფლობელს, როცა ეს ამბავი გაორცელე. მგონი იანვარში იყო. მე მესაუბრა მფლობელს, გავიგე რა მოხდა და რომ ქვითარიც არსებობდა. ეს არის ყველაფერი, რაც გავაზიარე, ზუსტად ეს მოხდა. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი იყო ამაში და მაინტერესებს რა სიტყვის ენდრიუ ვილსონი. კარგი, მოდი მისი ჩატი ერთი წამით წავითქა ვიკითხოთ. მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთი და ისრაელი ჩართულები არიან ჩარლი კირკის მკვლელობაში და ამას სრული თავდაჯერებით ვამბობ. ხო, ჩართულობა, მესმის. ხო. ასე ფიქრობ. უბრალოდ დაიმახსოვრე, როგორი აბსურდულია ეს განცხადებები. ისინი უბრალოდ აგზავნიან ხალხს უაზრო ძიებაში, სადაც რეალურად არანაირი მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ ის ამას თავდაჯერებულად ამბობს. არ ვიცი, მაგრამ თითქოს ვიცი. სრული თავდაჯერებულობით ფიქრობ. ხო, ფიქრობ ისრაელი ჩართულია. Israeli. ხო. ანუ ის ადამიანი, ვინც ის ინფორმაცია მონცა, რაც გავაშუქე, ამბობდა, რომ იმ დღეს ფრანგული უცხოური ლეგიონი ადგილზე იყო. კიდევ ერთხელ ეს პროფესიული შეზღუდვაა ჩემთვის, რომ შემდეგ წავიდე და გამოვიძიო ის ინფორმაცია, რაც გადავეცი. აშ. მაგრამ თქვენ არ გაქვთ რაიმე შეერთებული შტატების მტკიცებულება. მთავრობა. ამის მტკიცებულება არ გაქვთ, ხო ასე? შეგიძლია უბრალოდ გაჩერდე. მართლა ძალიან გამაღიზიანებელია, როცა სულ ამბობ დამადასტურებელ მტკიცებულებას. მე უბრალოდ მკითხე რას ვფიქრობ. მე გითხარი, ეს უკვე დიახ, ვფიქრობ, რომ მტკიცებაა. ისინი ჩართულები არიან. არა, მე ვთქვი, აი რას ვფიქრობ. მაქვს სრული უფლება კითხო შენს მტკიცებაზე და დიახ, არსებობს მაგრამ თუ მე არა ამ შენი განცხადებაში მტკიცების ვთქვი, დამადასტურებელი მტკიცებულება. ვფიქრობ და მაქვს უფლება ვიფიქრო. და შენ ისევ მეკითხები, დიახ, გაქვს თუ უფლება არა იფიქრო, დადებითი მაგრამ შენ მტკიცებულება. რაღაცას მე ამტკიცებ. მაქვს დადებითი მტკიცებულება იმისა, რომ ვეთანხმები, უნდა გაქვს ვიფიქრო. უფლება დიახ, იფიქრო. კარგი. არავინ, მაგრამ ის მაგრამ ეთიკოს ხედავ, აყენებს ეს არის თუ მისი არა. უნარია. პირველ რიგში რამდენად თავდაჯერებულად გზნობს თავს და შედარება ენდრიუსთან, რომელიც უბრალოდ ფეხს აკნევს და თითქმის აღელვებულია და ის კი ამბობს, უბრალოდ გაჩერდი, ნერვებს მიშლის. ეს ისეთი რამეა, რაც
რასაც ის ადამიანები იტყვიან, ვისაც არ აქვს იმის უნარი, ამას გადააღოს თვალი და არგუმენტები ნიუანსურად გაანალიზოს, იტყვიან, ვაუ, კენდისი მართალი უნდა იყოს აქ. მაგრამ ის ეუბნება მას მაგალითად, შენ ეს რაღაცა თქვი. ის კი პასუხობს, კი, მე შემიძლია ვიფიქრო რაც მინდა და ის ცდილობს დაუმტკიცოს. ჩვენ ვიცით, რომ შეგიძლია იფიქრო რაც გინდა, მაგრამ შენ ისე წარმოაჩენ, თითქოს შენი აზროვნება მტკიცებულებებზეა დაფუძნებული და ამით უზარმაზარ ზიანს აყენებ. და ის პასუხობს, არა, მაგრამ მე მაქვს უფლება ვიფიქრო. სიტყვებით თამაშობს. ადამიანებს იმ პატარა ფრაზებში აბამს, რასაც ისინი ამბობენ. ამბობს, კი, მე ნამდვილად მჯერა, რომ უფლება მაქვს ვიფიქრო. ვიღაცას აქვს უფლება იფიქროს. მაგრამ რასაც შენ მე გეკითხები რა არის, შენი თუ გაქვს პრობლემა? რა პრობლემა გაქვს ამ დადებითი ფრაზასთან მე ვფიქრობ. ისრაელი კე, ჩართულია, დიახ. ზუსტად ის რაც თქვი. თქვი აი ფიქრობ, ესე. ასე ვთქვი. სრული ნდობა. იფიქრებდი რომ თუ ეს გეკნებოდა გამომებარა. სრული. შეგიძლია იყო სრული დარწმუნებული, ნდობა როცა მგონია. ასე ფიქრობ. მაგრამ თუ შენ, თუ მე ვთქვი მაგალითად მგონია რომ სამსახურში დაგვიანებით მივალ, ხომ ასეა. სრული დარწმუნებით ვიტყოდი რომ ამის მტკიცებულებაა ის რომ 20 წუთის სავალზე ვარ და 5 წუთში უნდა ვიყო იქ. Andrew, ესე გაიგები. უბრალოდ რაღაცას გაქვს გეტყვი. თუ არა მოიცადე. სრული ნდობა. მოიცადე. დამამთავრებინე. დამამთავრებინე. თუ ასეა რომ თქვი, მაქვს სრული ნდობა რომ სამსახურში დაგვიანებით მივალ. ჩემი მტკიცებულება იქნება ის რომ სამსახური 20 წუთის სავალზეა. ხო ესეა და მე 5 წუთში უნდა ვიყო იქ. ესე რომ მაქვს სრული ნდობა. ამიტომაც ვფიქრობ ესე. ესე რომ გეკითხები თუ ფიქრობ რომ ისრაელი და საფრანგეთი ჩართული იყვნენ ჩარლი კირკის ყველობაში და ამას სრული ნდობით ამბობ, უბრალოდ გთხოვ მტკიცებულებას. ან სულ მცირე ამიხსენი რა ლოგიკით შეგიძლია იფიქრო ასე სინამდვილეში არ მტკიცებულებებით. მაქვს ვალდებულება აგიხსნა, რატო ვფიქრობ ასე. ასევე შემიძლია გითხრა რაღაც, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ. სრულიად დარწმუნებული ვარ, ბული ვარ რომ იცი, ამ დებატების არსი წააგე. და ეხლა გადადიხარ იმ საკითხებზე, რაც მე ვთქვი და ვფიქრობ, რაც შემიძლია გავაკეთო. ისინი ამ დებატებისთვის დებატებისთვის მნიშვნელოვანია. სინამდვილეში გინდა შეახსენო მას რა იყო ჩვენი დებატის თეზისები. და გინდა შეახსენო რომ თქვი რომ შემეძლო მეკითხა. შეგიძლია ამ საკითხებზე რამდენიც მაგრამ შენ გინდა ასე არ მკითხო. მოიქეცი. შენ არ შეგიძლია განსაზღვრო როგორ მაქვს უფლება. მე არ ვაგენ მკითხო, წესებს, რატო გაქვს როგორ უფლება? კითხე, იქნება რატო გაქვს იმუშაო. უფლება? ხედავ როგორ უტევს მის საქციელს, იმას რასაც ის აკეთებს, იმის ნაცვლად რომ უბრალოდ უპასუხოს რეალურ კითხვას. ეს ისაა, რაშიც ის ძალიან კარგია. ვგულისხმობ ჯერემი ბორინგს აშკარად აქვს ამაზე თავისი აზრი. მოდი ვნახოთ რა სიტყვის ის. გასულ კვირას Candace Owens-მა და მემარჯვენე კომენტატორმა Andrew Wilson-მა დაიწყეს მოლაპარაკება შესაძლო დებატებზე იმის შესახებ თუ რაზე და გვითხრეს. არანაირი პირადი თავდასხმები და არანაირი ad hominem. თუ ვიმე ამას გააკეთებს, თქვა Wilson-მა, ის ადამიანი ავტომატურად წააგებს მოდერატორის მიერ უზრუნველყოფილი წესით. Candace-ის პასუხი გამამჟღავნებელი იყო. ციტატა. გეყოფათ ასეთი რბილობა. საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ დამარცხებული და შენ არ შეგიძლია მათ ამ გადაწყვეტილებაში რაიმე ბუნდოვანი წვრილმანი წესით მიუთითო. სხვა სიტყვებით რო თქვათ, დებატის კლასიკური წესების მიხედვით არანაირი ობიექტური სტანდარტების საჭირო არ არის. შეურაცხყოფები და ad hominemები ნებადართულია. და ქულებს არა მიუკერძოებელი მოდერატორი, არამედ საზოგადოება ბრბოითვის. აი რატომ ძუს Candace კონტრაქტები და სასამართლოების სხვათაშორის? და სწორედ ამიტომ, მხოლოდ ასეთ ადგილებში შეიძლება მისი დამარცხება. სინამდვილეში კონტრაქტებისა და სასამართლოების მთელი არსი იმაშია, რომ დაამარცხონ ისეთი ადამიანები, როგორიცაა Candace Owens-ი და ის მესამე სამყაროს მენტალიტეტი, რომელსაც ისინი უჭერენ მხარს. მართალია, გასულ მენა კვირას. იმისა, რომ არ არის საჭირო რაიმე სახის შეზღუდვები. შეიძლება იყოს პირადი შეურაცხყოფებიც. შეგვიძლია გავაკეთოთ რაც გვინდა. საზოგადოება თავად გადაწყვეტს. ის იდიოტური საზოგადოება და ბრბო, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში Candace-ს მიყვებოდნენ და მხარს უჭერდნენ მას. ეს უბრალოდ ძალიან შოკის მომგვრელია. Candace Owens არ ყოფნის თვით შეგნება, რომ მიხვდეს რა ხდება, მაგრამ ეს Andrew Wilson-ის ექსპერტული დონის ტროლინგია. ვიფიქრე, რომ გუშინდელი დებატის შემდეგ უკვე მიხვდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს არა. კარგი. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ბევრად უფრო მზად არიან თანამშრომლონ. თუ თვეების განმავლობაში მტკიცებულებების გარეშე არ გააჩენ შაბეჭდილებას, თითქოს ისინი ფრანგულ-ისრაელის მკვლელობის შეთქმულებაში არიან ჩართული. აჩვენე შენი გადაცემის ეთერში ის ნამდვილი ტექსტური შეტყობინება, როგორც დაპირდი. პირველად აჩვენე არასდროს ნანახი მესიჯი ჩარლისგან, მაგრამ შევამჩნიეთ, რომ ის კვლავ არასდროს ნანახად დარჩა. უცნაური გზაა პრემიერისთვის, მაგრამ ყველა მოუთმელად ველით მის ნახვას. დარჩით ჩვენთან. Andrew ამბობს, რომ ტექსტს გადაცემაში გამოაქვეყნებს. ჩვენს თვალს მივადევნებთ. ის უბრალოდ იმავეს აკეთებს, რასაც Candace ყოველდღე აკეთებდა 11 თვის განმავლობაში. როცა Candace მას ამხელს, უბრალოდ საკუთარ თავს აჩვენებს, როგორც ფარისეველს, ხო ასეა? ასე რომ Andrew ცდილობდა ეს ყველაფერი Candace-ზე გადაეტანა. ეს დიდი ნაწილია იმისა, რაც დებატებში ხდება. მან მოითხოვა მტკიცებულებები. Candace-მა თქვა: "ვერ გაჩვენებ, მოგვიანებით გაჩვენებ. უბრალოდ უყურე ჩემს გადაცემას." ამ დებატებიდან იმდენი ვიდეოა, რომლებსაც არც ვუყურებთ და არც განვიხილავთ, იმიტომ რომ გულწრფელად რომ ვთქვათ, ისინი უბრალოდ აქ იმდენი რამაა, რაც კიდევ და კიდევ ამტკიცებს Candace-ის ძალიან манипуляციურ სტრატეგიებს და მის მცდელობას, რომ თავისი გაიტანოს. მაგრამ აქ ის ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს. და გონია, რომ ეს მისი გამარჯვების მომენტია. ეს Candace-ია, ხო ესეა? ამბობს, რომ ვერავის დაესხმები თავს, იმიტომ რომ ის ქრივია და მერე თვითონ ერიკას ესხმის თავს და ამბობს, წარმოადგინე ნამდვილი ტექსტური შეტყობინებები, როგორც მტკიცებულება. და Andrew Wilson-ი ისევ ცინის. დარჩით ჩვენთან, რადგან ეს მისი სტილია. და როგორც ეს ბიჭი აქ ამბობს, ბრენდი. წარმოიდგინე Ben Shapiro-მ რო აღიაროს, Charlie Kirk-ი მოკლა, თოფი დანაშაულის ადგილთან დატოვა. თოფზე მისი დნმ აღმოჩნდა სახრახნისეთ, რომელიც სახურავზე იპოვეს. მისი მანქანა კამპუსში შენიშნეს, თავად ჩაბარდა პოლიციას. Benis ადვოკატები ამბობენ, რომ მან მიზანს მიაღწია. Benis ცოლის პარტნიორი კი ამბობს, Beni ამას არ გააკეთებდაო. წარმოიდგინე, რომ ეს და კიდევ მეტი მტკიცებულება Ben Shapiro-s წინააღმდეგ იყოს. იტყოდა კი Candace არა, Ben Shapiro უდანაშაულა. არანაირი შანსი არაა, რომ Charlie მოკლა, რადგან ზუსტად ამას აკეთებს ის Tyler Robinson-თან დაკავშირებით.
არ ვიცი. ვითქოდი 75, 85%. Candice 0%. 0% მაქვს. იმ მტკიცებულებების მიხედვით რაც ვნახეთ, მე 0%-ზე ვარ. მან თქვა რომ ტაილერ რობინსონმა ეს არ გააკეთა 0%. იმ მტკიცებულებების გამო რაც ნახა, ეს არის მისი თავდაჯერებულობა. ეს არის ის, რასაც ის აკეთებს. ასე იქცევა ნარცისი. სრულიად დარწმუნებული ვარ. მზად ვარ ამაზე სიცოცხლე დავდო. და ეს თავდაჯერებულობა ძალიან რთულია, რომ ვინმემ შეედავოს. ამიტომ ბევრ შემთხვევაში თუ ამ საკითხს ინტელექტუალური უპირატესობის თვალსაზრისით უყურებთ, რა თქმა უნდა, ენდრიუ ვილსონი იყო უპირატესობაში. მან არაერთხელ შეძლო დაემტკიცებინა თუ რამდენად манипуლაციურია კენდას ოუენსი. მაგრამ შეძლო თუ არა კენდას ოუენსმა დაემტკიცებინა, რომ ის არის დაუმარცხებელი манипуლატორი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ინტელექტი, დააჯეროს თავისი ტყუილები. დიახ, შეძლო. ის საშიშია და პრობლემურია და ის ფაქტი, რომ მან ჩარლი კირკის მკვლელობის საქმე მთლიანად საკუთარ თავზე და თავის გამოძიებაზე გადაიტანა, სირცხვილია. მაგრამ ეს მხოლოდ კენდას ოუენსის სირცხვილი არ არის და არც ისაა მთავარი. ერიკმა, ენდრიუმ თუ კენდასმა მოიგო ეს დებატი. ეს უფრო იმაზეა, როგორ ვაგებთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, რომ მილიონობით და კიდევ მილიონობით ადამიანი უყურებს ამას, განიხილავს ამას, ლაპარაკობს ამაზე. იმის ნაცვლად, რომ რეალურად ვისაუბროთ იმაზე, რისთვისაც ჩარლი კირკი იდგა, მის რწმენებზე, მის წიგნზე Keeping the Sabbath, მის სურვილზე, რომ ადამიანები ახალგაზრდობაში დაქორწინდნენ, შექმნან ოჯახები და დაიცვან თავიანთი ქვეყანა და საზოგადოება. ხავთ ვიღაცა, როგორიცაა კენდას ოუენსი, რომელმაც საუბარი თავის თავზე გადაიტანა, ისევ და ისევ სულელური, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანების წყალობით, იმ ბრბოს, ვინც მას მიჰყვა, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები არიან დამარცხებულები. დამარცხებულები ვართ ჩვენ. ისინი, ვინც ამ ისტორიით ასე ვართ შეპყრობილები, იმის ნაცვლად, რომ რეალურად შევქმნათ ის სამყარო, რომელიც ჩარლი კირკს სურდა და გულწრფელად რომ თქვა, ეს საკმაოდ სამწუხაროა. ყოველ შემთხვევაში, მადლობას გიხდით ყურადღებისთვისთვის.